OC Media არის Open Caucasus Media, რომელშიც იგულისხმება რაღაც კავკასია საზღვრების მიღმა, რაღაც როგორ ერთიანად შევხედოთ ამ რეგიონს. მე ვარ მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ჟურნალისტი და ფოტოჟურნალისტი. დომინიკი ასევე თანადამფუძნებელი, ვინც არის OC Media-ში, ერთად მუშაობდით DFO-ში და მას თავისი რაღაცა შეხედულებები ჰქონდა როგორი მედია უნდა და რო ინახა რეგიონში, მეც ეს რაღაცები არ მომწონდა, მე მიყვარდა ხოლმე რომ რაღაც რო ხდებოდა, ჩავიდოდი ვთქვათ რეგიონში ხო, ან სადაც იყო რაღაც ხალხს დალაპარაკებოდი, გადავიღებდი რაღაცებს, ჩამოვიდოდი და რაღაცა ვრცელ მასალას მომზადებდი, ანუ ეგ არის საინტერესო და არა, როცა რედაქტორი გეტყოდა რომ მოდი ხა დარჩი ოფისში, რაღაც გადარეკე და უცებ დავდოთ ამბავი და რაღაც და სულ რაღაც ოფისში რო ვიყავი ხოლმე, აღარ მომწონდა ეგ და ჯერ დომინიკი წამოვიდა სამსახურიდან, მე რაღაც დავჯექით 2016 წლის ნოემბერი იყო, ჩამოვწერეთ იდეები, რა გვინდოდა, ანუ გვინდოდა რომ ყოფილიყო რეგიონალური პირველ რიგში და ანუ უნდა ქონოდა ჩილოკაკოსის კომპონენტი, ასევე უნდა ქონოდა თანამშრომლობის კომპონენტი სხვა მედიებთან, ანუ თავიდან რო ვაფუძნებდით OC Media-ს, მაშინ ვფიქრობდით, რომ და ეხაც ესე ვფიქრობთ, რომ თანამშრომლობა ყოველთვის ჯობს კონკურენციას. ანუ რეგიონალური მედიები, რომლებსაც საინტერესო მასალები ჰქონდათ, მაგრამ აი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი არ იყო და თანამშრომლობის მაშინდელი ფორმა იყო, რომ ერთმანეთს უცვლიდით მოკეთ კონტენტს. და მოკეთ ფაქტობრივად იდეის მოსვლიდან ერთ თვეში თუ რაღაც ცოტა მეტში გავუშვით საიტი, რაღაც 15 ადამიანი ავიყვანეთ, ყველაფერი რაღაც ძალიან მალე მოხდა. არის რაღაცა ღირებულებები და თემები, რომელსაც მუდმივად მივყვებით. ერთ-ერთი და მსხვილი არის მაგალითად კონფლიქტი. ადამიანის უფლებები, კერძოდ შრომის უფლებები, უმცირესობები, ასე შემდეგ რაღაცები, რასაც თავიდანვე მივყვებოდით და ეხლა ვცდილობთ მივხვდეთ იმისა, რომ ზოგ რეგიონში მაგალითად რთულია. ეგეთ თემებზე წერო განსაკუთრებით იგივე ჩრდილო კავკასიაში, ხო? ეხლა ყავს 6 პარტნიორი მედია სამხრეთ კავკასიაში, რომლებიც 4 ენაზე თარგმნიან ჩვენს კონტენტს, სამხრეთ ქართულად, აზერბაიჯანულად და რუსულად. აქ არის ორი რაღაცა, ერთი რომ ჩვენთვის ეს არის წვდომა ადგილობრივ მკითხველთან, მათთვის არის კონტენტი, რომელსაც რაღაცა მიზეზის გამო ისინი ვერ ქმნიან ამ კონტენტს. მაგალითად, იგივე სამხრეთი და აზერბაიჯანი ეხლა არ ყავთ ერთმანეთის ქვეყნებში ჟურნალისტები ადგილზე, ჩვენ ყავს და ხშირად არის ხოლმე, რომ თქო სომხური სიღულნეტი არის ჩვენი პარტნიორი, ხშირად აქვეყნებს სტატიებს, რომელსაც აზერბაიჯანზე წერს და პირიქით თქო მეიდან TV აზერბაიჯანიდან ხშირად წაუღიათ სტატიები სომხეთიდან და თვეში დაახლოებით, ნუ არ ვიცი რა 40-50-მდე სტატიას თარგმნიან ხოლმე. ძალიან აქტიურია ეს ამბავი და ხშირად ვთქვათ კიდევაც, რომ ჩვენი წაღებული სტატიები ყველაზე კითხვადი არის ხოლმე ხანდახან რა გაჩნია თემას. არასასურველი ორგანიზაციების რეესტრი, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებულები არ არიან, მაგრამ არასასურველები არიან, იმიტომ რომ რუსეთს აშუქებენ რაღაცა ფორმით. აი მანდ მოვხვდით, იმიტომ რომ ჩრდილო კავკასიას ვაშუქებ და რაღაცა იმ სტატიაში, რომელიც ჩვენზე ეწერათ, რატომაც ჩაქვსოს მაქციაში იყო, რომ აი რაღაცა დასავლური დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებს ანტირუსულ ნარატივებს, მოკეთ რაც ახლა დღეს ჩვენთან არის ხო რეალობა, მაგრამ მაშინ ახალი იყო ჩვენთვის და ფიქრობთ რომ რა კარგია რომ საქართველოში ვართ რეგისტრირებულები, რომ ეს ჩვენ არ საგვემართება აქ, მაგრამ მალევე ერთ-ორ წელში პირველი აგენტების კანონი შემოიტანეს და უკვე გაჩნდა ეგ საფრთხეც, რომ რაღაც მომენტში უკვე საქართველოში გავხდებოდით ამ კანონების თარგეთ და გავხდით კიდევაც რუსეთში და ბელარუსში იმ მომენტამდე რომ ის იყო სადაც ჩვენ ვართ საჭირდა წლები და ჩვენ რაღაც ნახევარ წელში თუ 10 თვეში მივედით იმდენი აკრძალვა და იმდენი კანონი მიიღეს ერთად. ეს მეორე უცხოური აგენტების კანონის ფაქტორი იყო ცოტა მოულოდნელი გამოცდილება, ჯერ კიდევ ძალაში არ იყო შესული კანონი, როდესაც მოულოდნელად გვითხრა ჩვენ ოფისის ფლობელმა, წინა ოფისის ფლობელმა, რომ ასრულებდა ჩვენთან კონტრაქტს. 6 წელი ვიყავით იმ ოფისში და არასდროს პრობლემა არ ქონია, მაგრამ გვითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა რომ შეეჩერებინა მოკეთ ჩვენთვის მოქირავება. სივრცის არ ვიყავით ზად მაგისთვის, ერთი თვე მოგცა საძებნელად. რამდენიმე შემთხვევა შეგვხვდა, სადაც ან პირდაპირ და ღიად გვითხრეს, რომ არ მოგვაქირავებდნენ, იმიტომ რომ მედია ვიყავით, ან რაღაცა მოგონილი მიზეზებით ბოლო მომენტში აი უკვე კონტრაქტს ხელი რომ უნდა მოგვეწერა, მაშინ გვეუბნებოდნენ უარს.
რამაც მიგვახოდა რამხელა მსხავი ეფექტი ჰქონდა ამ კანონს ჯერ კიდევ მიღებამდე. ძალიან ბევრი რეპრესიული კანონი ცხადია, რომელიც ინდივიდუალურადაც ეხებათ ადამიანებს და თუნდაც იგივე ჯარიმები. ტექნიკის დაზიანება, 2 კამერა დაგვემტვრა დარბაზების დროს. ბევრი რამ არის, განსაკუთრებით 28 ნოემბრის მერე რაც მოხდა, ვეღარც ვიხსენებ ხოლმე უკვე იმდენ რამ მოხდა. მაგრამ აქ ვართ, რა ვიცი, ოფისიც გვაქვს, ტექნიკაც ასეთს აღვადგინეთ, ჯერჯერობით თავისუფლები ვართ მზია ციხეშიძის და სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ სანამ მზია ციხეშია, მე პირადად ეგ ის მაქვს, რომ მე არ მაქვს უფლება ავდგე და შევწყვიტო იმას, რაც ვაკეთებ, თუნდაც იქამდე სანამ მზია ციხეში არის. ჩვენი ვალია, რომ რაღაცნაირად ის მაგივრადაც გავაგრძელოთ გარეთ ჩვენი საქმიანობის კეთება და ყველაზე მეტად ხო, აი ესეთ რეჟიმებს რა აღიზიანებთ, ხო, 2 რამ არის დარჩენილი, რაც ჯერ კიდევ არსებობს და რასაც ებრძვის ქართული ოცნება, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება პროტესტი და ასე შემდეგ და მედია, დამოუკიდებელი მედია. და დამოუკიდებელ მედიას რაც შეუძლია ყველაზე მეტი გააკეთოს, რომ წინამდე გავუწიოს, არის საკუთარი საქმის კეთება, იგივე რეჟიმის ხილება და ყველანაირი დარღვევის თუ რაღაც არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის დოკუმენტირება მოახდინოს და ახსნას, რატო არის ეს ცუდი, აუხსნას კითხვას, რატო ვართ იმ სიტუაციაში, სადაც ვართ. ეს ჩვენი საქმის კეთება არის რაღაცნაირად fighting back, სხვანაირად მე არ წარმოვიდგენია, რომ შეიძლება ვიყოთ და აქაც სოციალ-მედიაში დასაგვჯერა, რომ იქამდე და ვიქნებით, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება ფიზიკურად აქ თუ რა ვიცი, კიდე სხვა ფორმით.